როდის უნდა შევათეთროთ მცენარეები კირით. არსებობს კირის შეთეთრების ორი პერიოდი. საშემოდგომო შეთეთრება და ადრესაგაზაფხულო შეთეთრება. საშემოდგომო შეთეთრების ამოცანა არის, რომ როდესაც ტემპერატურა, ჰაერის ტემპერატურა, საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსს მიუახლოვდება, +5 გრადუსს, იყო 10 გრადუსი, 7, 8, დაახლოებით 5-6 გრადუსს რომ მიუახლოვდება, ამ დროს ხეებზე არსებული მავნებლები დასაჭუპრებლად იჭუპრებენ ასეთ ღრეჭოებში. აი ასეთ ღრეჭოებში. ასევე მიწაზე არსებული მავნებლებიც ნაწილი ამოდიან და აქ იჭუპრებენ ისათვის რომ გამოიზამთრონ. ნაწილი ნიადაგის სიღრმეში, ცოტა არადით სიღრმეში. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის შეთეთრების დროს გამოვიყენოთ კირი, სასურველია იყოს ახალჩამქრალი კირი და მას უნდა ჰქონდეს დაახლოებით არაჟანის კონსისტენცია და ასეთი არსებობს კიდე იყიდება მზაკირიც იყიდება, მაგრამ ახალგახსნილი ჯობია ყოველთვის და ეს უნდა წაუსვათ ისე, ეს შაშანდელი წასმულია ისე რომ დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე, ცოტა მეტი შეიძლება მთლიანად ამოიგლისოს და როგორც კი ეს მწვავე კირი შეეხება, ეს ძალიან მწვავე ტუტია, როგორც კი შეეხება მავნებლებს, მავნებლის სხეულს როგორც კი შეეხება, დროთა განმავლობაში ძალიან მოკლე ხანში მას ის კლავს. აი ეს არის მისი დანიშნულება. ხოლო ამავდროულად სასურველია რომ ნიადაგი შემობაროთ მცენარის ფესვისწყლის ირგვლივ, რომ იქ არსებული მავნებლებიც განადგუროთ. აი ასე. ჩვენ ამჯერად არ მივყვებით თემას საგანგებოდ როგორ უნდა დავამზადოთ და როგორი კონცენტრაციის კირი, ამაზე ბევრი მასალებია და თუ მაინც და მაინც საჭირო გახდა, ამასაც მოგახსენებთ და გადავიღებთ. მაგრამ აი ეს საშემოდგომო შეთეთრება ძალაშია დაახლოებით 2 კვირა. 2 კვირის განმავლობაში ის სრულიად განადგურებს იმ მავნებლებს, რომელიც არის. იმის შემდეგ უკვე მავნებლების მოქმედება არ არის, ახალი მავნებელი იქ არ მოვა, უკვე სიცივები დადგა და უკვე ამის ეფექტიც არ არის. აქვს მხოლოდ სილამაზე, ასე რომ ვთქვათ, მოვლილობა. მე ხშირად მინახია, რომ ის რა ქვია, საჭირო იყო თუ არა ხეებს შეათეთრებდნენ, ზოგჯერ ტროლეიბუსის ბოძებსაც შეათეთრებდნენ, მინახია რომ ბუდკის ქვედაწილით შეთეთრებული იყო, ეს არის კეთდება სილამაზისათვის, რომ თვითონ მცენარეს არ ჭირდება. მაგრამ არის საგაზაფხულო, ადრესაგაზაფხულო შეთეთრება და იმასაც მოგახსენებთ ახლა. გაზაფხულო შეთეთრების დროს ჩვენ უკვე არ ვიყენებთ ახალჩამქრალ კირს, მაღალკონცენტრირებულს, უკვე ჩვენ არ გვაინტერესებს მისი მწვავე ფორმა. ჩვენი ამოცანა არის აი თებერვლის შუა რიცხვებში, ჯერ კიდევ როდესაც მცენარეს წყალი აღებული არ აქვს, ამ დროს შეიძლება დადგეს თბილი მზიანი ამინდები და აი ეს ადგილი გააცხელოს და აქ გახდეს ბზარი გაჩნდეს და ბზარში უკვე განვითარდეს სოკვანი დაავადება. ამისათვის რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ როდესაც მას წყალი არ აქვს აღებული, გაფართოების კოეფიციენტი გარე ქერქის და შიგა ნაწილის ერთნაირი არ არის და ხდება დაბზარვა მისი. აქ ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ახალგახსნილი კირი. შეგიძლიათ სამშენებლო კირი გამოიყენოთ. რატომ? იმიტომ რომ აი ნახეთ, აქ ხშირად მოსდით შეცდომა. აი ნახეთ რომ გავჩხავთ ნიაგე. აი შიგნით არის მწვანე, ხედავთ? ქლოროფილიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ურთიერთობა აქვს მზესთან და თქვენ როდესაც ამას შეათეთრებთ მწვავე კირით, მწვავე ტუტეთი. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის აქ არსებულ ფორებს, ქერქს, ძალიან ფაქიზ ნაწილს მოსპობს, განადგურებს და მცენარეისთვის ეს არ არის სასურველი. და როდესაც თქვენ ამას სამშენებლო კირით შესაწამლი აპარატით შეგიძლიათ ეს
შეწამლოთ, შეათეთრებთ. ისიც მოქმედებს დიდი ორი კვირა, როგორც ეს წყალს აიღებს და ელასტიური გახდება, იმის შემდეგ ეს არ დასკდება. ორი კვირა იმუშავებს, მზეს აირეკლავს და მერე შეგიძლიათ ჩამორეცხოთ. კიდევ უკეთესია თუ ჩამორეცხავთ. იმიტომ რომ მცენარე დაიწყებს ქერქის ეს ნაწილი, ეს პრიალა ჯერ კიდევ მას არ აქვს ესეთი დაკორპილი ზედაპირი. ეს დაიწყებს სუნთქვას. აი ეს განსხვავება საშემოდგომო და საგაზაფხულო შეთეთრებას შორის. ესე იგი, საშემოდგომო შეთეთრებას ამოცანა აქვს მავნებლებთან ბრძოლა რომ არ დაიჭუბროს და საგაზაფხულო შეთეთრებას ამოცანა აქვს რომ აირეკლოს მზის ხივები, რათა ფაქიზი ქერქი მცენარის გარეკანი, რო იტყვიან, არ დასკდეს და სოკვანი დავადებით არ დაავადდეს. საშემოდგომო შეთეთრების დროს გამოიყენება უფრო კონცენტრირებული კირი, ხოლო საგაზაფხულო შეთეთრების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალწალა კირიც, რომ მთავარია შეთეთრდეს და აირეკლოს მზე. აი ეს არის შეთეთრების არსი და ვთქვათ, სწორად გამოიყენოთ შეთეთრების პროცესი.